სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ 22 მარტს სამების ტაძრის ტერიტორიაზე ტერაქტის შესახებ ცრუ შეტყობინება მიიღეს, რის შედეგადაც არასრულწლოვანი დააკავეს. უწყება ამბობს, რომ ცრუ შეტყობინების ავტორის იდენტიფიცირება გუშინ საღამოს შეძლეს. მათივე ცნობით არასრულწლოვანი დანაშაულს აღიარებს. სუსის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად რამდენიმე ერთეული მობილური ტელეფონი, ლეპტოპები და საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა მტკიცებულებებია ამოღებული. არასრულწლოვანს ბრალი ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 331 მუხლით წარედგინება, რაც სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მიმდინარე წლის 22 მარტს დაახლოებით 14 საათსა და 30 წუთზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში ტერორისტული აქტების შესახებ 2 ანონიმური ზარი განხორციელდა. ზარების ავტორი ამბობდა, რომ იმყოფებოდა სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე. ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული და დანაღმული ჰქონდა სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორია. თუ ახლოეს 20 წუთში არ მოხდებოდა ევაკუაცია, განხორციელდებოდა აფეთქება. ზარების ინიციატორმა კვალის დაფარვისა და მისი იდენტიფიცირების ქართულების მიზნით შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით შეცვალა თავისი ხმა. გამოიყენა უცხო ქვეყნის ვირტუალური სატელეფონო ნომერი და დაფარა IP მისამართი.